თხილად კიდევ სამნახეთ მოკლედ მეგობრებო ეხლა ნახეთ საბრძოლო ბილიკზე ამოვედით აქ მიდიოდა უკვე თვითონ უშუალოდ ბრძოლა ანუ მებრძოლები აქ იდგნენ აი სათოფურები იყო აქედან ისროდნენ ხო და მივიდეთ ერთ-ერთ კოშკში და ვნახოთ იქ როგორი სიტუაციაა თვითონ კოშკი როგორ იყო გარნიზონი ცხოვრობდა კოშკებში და კოშკები რა თუნდაც ციხესიმაგრეს კოშკები იყო გამაგრებული ადგილი საიდანაც თუ რაღაცა მოხდებოდა და მტერი შემოვიდოდა იმაზე ამ ეკლესიაში ყაზარმები იყო თვითონ სადაც ხალხი ცხოვრობდა თხილად იქ ვიყურებთ გასულყო ამ ეკლესიაში შევიდეთ ეკლესიაში შევიდეთ კი ბატონო საკმაოდ მაღალია ესა არა შევიდეთ კოშკში და ნახოთ თვითონ ეს უშუალოდ ხალხი როგორ ცხოვრობდა და რა პირობებში ანუ 1 2 3 4 5 6 კოშკი აბა შევიდეთ აი ნახეთ ახლა თვითონ კოშკში 3 რაღაც ილად სუწენ შევიდე ნუ შეგინთ აი ესეთი სიტუაციაა აქ რამე ბუხარია ანუ აქ ვინცა ცხოვრობდა იმათ ბუხარი ჰქონდათ სადაც წავიდეთ ტუალეტიც იყო ამაზე არ დადგე შეიძლება აქ ნახრეთი იყოს დაბლა ეს არ ვიცი ამის ქვეშ რა არის ნუ რაღაცა მოდი ახლა ავიდეთ ზემოთ და ვნახოთ რა სიტუაციაა აქედან ხო ასასვლელი სამოვანო ბატონ დავით თხილად მე რამდენი იბი არის ძველი ასე რომ შეიძლება ფეხი არ მიწუნდეს ან რაღაცა მოხდეს აჰა ამოვედით ზედა სართულზე ანუ გამოიქით შევიდეთ ანუ არა აღარ შევიდეთ აი ეს გადაიღე აქ სველია ეს არის მეორე სართული აქაც ყაზარმა აქაც ბუხარია ჩაშენებული და ეძინათ ხალხს ახლა ზემოთ კიდე წავიდა მაინც მეავალ ზემოთ რა და შენ მეწავ რა იყო და ჯერ მე შენ რომ დაგიცურდეს ფეხი მთი გაგვიტან ყველას აი ამოვიდით ბოლო სართული